ხალხი ფეხები ჩამოკიდებს მარტო იმიტომ კი არა რომ რაღაცა გარკვეულწილად ეს ომი წამოიწყო ავანტიურული და უამრავი ადამიანი დახოცეს ამ ომში და უაზროთ და ქვეყანა გაანადგურეს თავიანთი პოლიტიკით, იმიტომ რომ იცი რა არის, როდესაც შენ ატომურ ქვეყანას ებძვი, უნდა იცოდეს რომ ის ქვეყანა თუ გაუჭირდა ატომს გესწრის. ანუ წინასწარვე წაგებულ ომში ჩაერთო და ეხლა შემოგთავაზებს სიუჯეტს ეს გავრცელდა მედიაში. ეს ხალხი იხოცება უკრაინელები ომში მშიერი კვდებიან და ამ დროს ამისი კნეინა დაბრძანდება იქ დასასვენებლად სადღაც фешенебелу სასტუმროში უცხოებს. В Украине сейчас разгорается новый скандал. Жену главы киевского режима заметили на швейцарском горнолыжном курорте. Кадры, как Елена Зеленская выходит из аэропорта и уезжает на Роллс-Ройсе, опубликовал бывший депутат Верховной Рады Мосейчук. До сих пор считалось, что она вместе с детьми находится в Киеве. Этот факт ее супруг не раз использовал для пропаганды. Украинские спецслужбы и сегодня тут же отреагировали на публикацию, назвав ее фейком. В ответ бывший депутат пообещал опубликовать видео и адрес отеля, где остановилась Зеленская. Აი ქალბატონი ზელენსკაია Rolls-Royce-ით გადაადგილდება შვეიცარიაში, ნაკლები ნათქმა უნდა მისთვის უფრო ამაზე ნაკლებ სასტუმროში როგორ იკადრებენ და ეს ნაძირალო ის ნაციონალებო. აი ქუჩაში რო დარბიხართ და ხელისუფლებას რო ადანაშაულებთ რომ აი პრორუსული მთავრობა ყავს და რაღაცა მაინტერესებს. ერთი თქვენ რატო არ მიდიხართ საქართველოს ბედი რო წყდება იქა უკრაინაში? რატო არ მიდიხართ? ანა ეს კუთმაგარი უკრაინელებით, ესე იგი რო ჩახვიდე ნებისმიერ თემაში, ბათუმში იქნება, წყალტუბო იქნება, ქობულეთი იქნება, გაძეძგილია უკრაინელებით. გაძეძგილი არის, ესე იგი იქ მიდის ქართველები იხოცება დღეში 5, არ ვიცი 2-3 ადამიანი ქართველი იგუბება ის არ ვიცი რა და ხო და ესენი აქ გულაობენ და ეს ზელენსკა ხო იქ დადის რა ქვია იმაში შვეიცარიაში და აი რა დღეში ჩააგდეს ეკლესია კიდე აგერ ეს ფაქტიც კიდე ნათელი დასვა. Ну ми десь там ваш Бог помагає. Во. А це свято я роблю кожен день. Шахеди, тривоги, орешник. Я вже так втомилася робити. მეგობრებო, აი ამათზე რომ ვინმე მერე იტყვის რომ ესნიო, რა ვიცი, ხალხი არის და ესეთ თუ საზოგადოებაა.